მამა მოგესალმებით, დაგლოცეთ, დიდი მადლობა. ისალობა. გაიხარეთ მამა, ყველაფერი კარგს გისურვებთ და სიკეთეს და თუ შეიძლება მამა ესეთი კითხვა არის, რომ აი ხა პირველი კვირა ახანც არის ესეთი კვირა ახანს დაიწყო ესეთი რაღაცები იკითხება, რომ ადამიანი მაგალითად როცა არის შეურაცხყოფილი, როცა თუნდაც უმიზეზოთ იყოს, ხო, როგორ უნდა მიიღოს და რატო ხდება ადამიანის ზედ თვითონ შეურაცხყოფა, აი რატო არის ხოლმე, რომ სიტყვაზე შეიძლება არ იმსახურდეს ადამიანი და იყოს შეურაცხყოფილი. თუ არ გეკუთვნის შეურაცხყოფა, როგორ უნდა მივიღოთ? წმინდა მამები გეუბნებიან, რომ სულიერების საძირკველი არის თანდაბლობა და მამები ამბობენ, რომ თანდაბლობა არ ხდება ცოდნით, რომ ამბარტავნება ცუდია, საზიზრობა, ყველა დიდი ცოდვა. საპირისპირო რა არის თანდაბლობა? თანდაბლობა თუნდაც გეძდება შენზე მოწენოს ეს შეურაცხყოფა იქნება, დოსნეულობა იქნება, მიიღებ twinvis გარეშე. როგორც აი ხო აი ჩვენ შედარებით ბადალები კვეს რომ ვიღებთ, ოპერაციას რომ ვიკეთებთ, ხო სიამოვნო პროცესია, მაგრამ ხო სასარგებლოა ასევე. წმინდა მამები გვარიგებენ, რომ თუ შენზე მოდის ცილისწამება გასუნდეს, რომ ასხوارსაც ცილისწამებდნენ. ასევე წმინდა მამებს ხშირად, მაგრამ როგორ ღებულობდნენ ისინი? ღებულობდნენ twinvis გარეშე. იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ მართალი ხარ შენა, აბა შეხედე შენ ცხოვრებას და რამდენი ცოდვები გვაქვს ცხოვრებაში და ღმერთი უშვებს იმის გამო, წარსული ცოდვების გამო, ან იმის გამო, რომ ამბარტამლებაში ხარ. რომ ეს გაძლევს წამას, საშუალებას თუ მიიღებ განესხების გარეშე, twinvis გარეშე, ღმერთი გაძლევს გაჯილდოებს თანდაბლობით და რომელიც არის სულიერების საზრგველი, იმიტომ რომ ყველაფერს ასე ეკარგება, ლოცვას, მარხვას, არსებობას, იერებას, თუ ადამიანი ამბარტამებაში და ეს ცილისწამება კიდე არის საუკეთესო საშუალება ადამიანისთვის, თუ მიიღებს განესხების გარეშე საკუნდებლად ამბარტამლებისა, რომ ადამიანს მიეცეს თანდაბლობა, რომელიც აუცილებელია სულიერი ცხოვრებისათვის. დიახ, დიდი მადლობა და კიდე თუ შეიძლება, რომ აი მაგალითად აი ეს დამცირება რამე ხერხი თუ არის ისეთი, რომ გადაიტანოს, სადაც ძალიან რთულია ხა ადამიანს, როცა უმიზეზოდ შეიძლება ამცირება. არა, უმიზეზოდ როცა გამცირებენ, აი გავიხსენოთ, რომ მაცხოვარს ესე გაფურთხებდნენ, ლანცავდნენ, აწამებდნენ და ისო უფალი იყო. და ისა მაგალითი ჩვენ ქრისტიანები თუ ვართ, ქრისტე უნდა იყოს მაგალითი ყველაფერში და შეურაცხყოფა რომ მიაყენოს, როგორ ღებულობდა მაცხოვარი. მათთვის ლოცულობდა შეურაცხყოფელისთვის. ადამიანი რატო შეურაცხყოფს შენ? იმიტომ რომ მადლი არა ამაში. ვიღაცა მეტომეტეს თუ ცილისწამებს უსამართოდ გეიცევა, ესე იგი რა არის მასში? არ არის ღვთის მადლი. და პირიქით უნდა გეცოდებოდეს, როგორც მაცხოვარს ეცოდებოდა, ისინი მის ჟვარზე აგრავდა, მის აფოთხებდა, განზღავდა. რატო ეცოდებოდა? იმიტომ რომ იყვნენ სულიერად მტვრები. ასევე ვინც უსამართოდ ცილისწამებს, ის არის სულიერად მკვდარი და უნდა გეცოდებოდეს პირიქით. უნდა ლოცულობდა მისთვის, რომ მაშინ გადავიდეს მადლი თისა. მადლობა გაგახაროთ, მეთქმა დაგოცოდა. ესე იგი შეურაცხყოფა არის თუ მოვა თქვენზე, არის საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ჩვენში მოკვდეს ამბარტავნება, რომელიც არის ყველა საზღარი ცოტა ღვთის წინაშე. თუ მივიღებთ შეურაცხყოფას twinvis და განესხების გარეშე. ჩვენ დასამთავრებლად. და ჩვენ დასამთავრებლად და ამაში გვეხმარება ლოცვა, აუცილებელია ლოცვა. მარტო ცოდნა არა საკმარისი, უნდა ილოცო, უნდა იმერო უფალო შემეწავლე, უფალო შემეწიე, ღმერთო მიშველე, ღმერთო განკურნე, თუ ვარდები განკურნე, სანამ ესე განესხება არ გავა და თან უნდა მოისმინოს ეს ადამიანი, ვის შეურაცხყოფს. წმინდა მამები გვარიგებენ, რომ მე ცილისწამებს შეურაცხყოფს, ეს ადამიანი უნდა მოისმინო. სანამ შენ მაღაზე ხარ განესხებაში, დილას საღამოს ლოცვებში აუცილებელია. მე თან დაგოცოთ. და ისე დუმილი მამაო, ისე აი რა დროს არის ოქრო. თუ შეიძლება ამაზეც ვიპასო. ხანახარ ვარიო ჩუმად ხარ, აი თუ არის ოქროს ფასი ამ დროს. ისე ზოგჯერ თქმაჯობს არა თქმასაო, მაგრამ ხანდახან რო ხედავ რომ ადამიანს ესე იგი ეუნები სიმართლეს და ესე იგი სარგისმენს, თქვენ მე ერთხელ და ორჯერ უთხარიო და მე აი ანდა ოჯახის წევრები ავიღოთ აბა შენ მაზიარებელი ხარ, შენი შვილი ან შენი ქმარი არა მაზიარებელი და ახლა იმით რა ქვია, ჩხუბით შუს ზალი თუ წაიყვან არაფერი არ გამოვა.
შენი ცხოვრების წესით, შენი სიყვარულით, როცა ერთხელ და როჯერ ეტყვი. მე თუმარებაში უნდა იყო მასთან, როცა ძალით არ წაიყვანო. პირიქით, არ დააშორო ეკლესია შენი შვილი, ან შენი მეუღლე. შენი ყოფალცებით, შენი სიყვარულით უნდა მიიყვანო ის ღმერთამდე, შენი საქციელით, სიყვარულით. მადლობა. კარგად და წარმატებულად.